იცოდით, რომ ოქროს გლობუსის ისტორიაში პირველი გამარჯვებული თბილისელი იყო. მისი სახელი დღეს თითქმის არავის ახსოვს, მაგრამ ერთ დროს ჰოლივუდის ოქროს ხანის ვარსკვლავად ითვლებოდა. მოქალაქე კეინის ავტორი ორსონ უელსი მას ყველა დროის საუკეთესო სახასიათო მსახიობსაც კი უწოდებდა. მის აქტივში ოსკარის 2 ნომინაცია, 40 წლიანი კარიერა და 150-ზე მეტი როლია ფილმებსა თუ სერიალებში. კინოს ლეგენდებს შორის, რომლებთან ერთადაც არაერთხელ უთამაშია ინგრიდ ბერგმანი, კლარკ გეიბლი, გრეტა გარბო, გარი კუპერი, მარლენ დიტრიხი, ფრენკ სინატრა, პიტერ ოტული, ჩარლტონ ჰესტონი, ტონი კერტისი, ჯეკ ლემონი, რომი შნაიდერი, ალენ დელონი, ჟან პოლ ბელმონდო, კლაუდია კარდინალე, ჯინა ლოლობრიჯი და ენტონი κουინი და მრავალი სხვა კინოვარსკვლავი შეგხვდებათ. მისი სახელი აკიმ ტამიროვია, უფრო ზუსტად ჰოვაკიმ ტამირიანცი. ის თბილისელი სომეხია და 1899 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში დაიბადა. დედა ერთხანს მკერავად მუშაობდა. მამა კი ნავთობის მოპოვებით იყო დაკავებული. ბაქოში მივლინებით გამგზავრება ხშირად უწევდა და საკმაოდ დიდი ქონებაც დააგროვა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამამ აკიმის სწავლის გასაგრძელებლად თბილისიდან მოსკოვში გაგზავნა, სადაც მან კონსტანტინე სტანისლავსკის სამხატვრო თეატრს მიაშურა და მსახიობის ოსტატობის დაუფლებას მიიღო ხელი. სცენაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, თუმცა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ემიგრაციაში წასვლა მოუწია. კაბარე თეატრ ღამურას დასს შეუერთდა და პარიზში გაემგზავრა. ამერიკის მიწაზე კი თბილისელმა მსახიობმა ფეხი პირველად 1923 წლის იანვარში დადგა, როდესაც თეატრალურ დასთან ერთად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ბროდვეის სცენაზე სტანისლავსკის სპექტაკლში თამაში მოუხდა. მაშინ დარჩენა ვერ გარისკა, მაგრამ 4 წლის შემდეგ 1927 წელს ამერიკაში მორიგი მოგზაურობისას საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ნიუ-იორკის თეატრალურ გილდიას შეუერთდა, ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და მსახიობ თამარა შეინძე, იგივე თამარა ოლკინიცკაიაზე იქორწინა, რომელიც მასსავით ემიგრანტი იყო. ნიუ-იორკში სამსახიობო ოსტატობის 2 უდიდესი სახელოსნო არსებობდა და ორივე სტანისლავსკის მეთოდით ასწავლიდა. ერთს ლის სტრასბერგი ხელმძღვანელობდა, მეორეს სტელა ადლერი. მათ სტუდენტებს შორის კი ჰოლივუდის ისეთი ლეგენდარული ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც არიან მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, დასტინ ჰოფმანი, ჯეკ ნიკოლსონი, უორენ ბიტი, პოლ ნიუმენი, სტივ მაკქვინი, ჯეინ ფონდა, ლაიზა მინელი და ასე შემდეგ. თბილისელი აკიმი კი სამსახიობო ოსტატობას უშუალოდ სტანისლავსკისგან სწავლობდა. მისი დებიუტი კინოში 1932 წელს შედგა, როდესაც სტუდია Universalმა გადაიღო ფილმში „ოკეი ამერიკა“, სადაც ლეგენდარული ჯონი ვაისმიურერის ტარზანის ჯეინი მარინ ოსალივანი თამაშობდა. პირველი როლები ძირითადად ეპიზოდური იყო და ხშირ შემთხვევაში მას ტიტრებშიც კი არ ახსენებდნენ. თუმცა 1933 წელს დიდი ხნის უნახავ მეგობარს, კიდევ ერთ თბილისელ სომეხს, კინორეჟისორ რუბენ მამულიანს შეხვდა. ისინი ჯერ კიდევ სტუდენტობისას იცნობდნენ ერთმანეთს და მის ფილმში დედოფალ ქრისტინაში ითამაშა, სადაც გრეტა გარბოს გაუწია პარტნიორობა. სურათი ვენეციის კინოფესტივალზე უჩვენეს. აკიმი კი მომდევნო წელს 13 ფილმში, ხოლო შემდეგ წელს 15 ფილმში გადაიღეს. მათ შორისაა სედი მაკქი და გადაჯაჭვულები ჯოან კროუფორდის მონაწილეობით, ეკატერინე დიდი მარლენ დიტრიხით მთავარ როლში, ახლა და მარად გარი კუპერისა და ქეროლ ლომბარდის ეკრანული დუეტით. სტუდია Paramount-ის ოსკარით აღნიშნული სათავგადასავლო სურათი ბენგალის კავალერისტთა ცხოვრება, სადაც კვლავ გარი კუპერი ბრწყინავდა და მეტრო გოლდვინ მაიერის ფილმი ჩინეთის ზღვები, რომელშიც მთავარ როლს გახმაურებული ქარწაღებულების ვარსკვლავი კლარკ გეიბლი თამაშობდა. ამას კი ლუის მაილსტოუნის დრამა მოჰყვა სახელწოდებით გენერალი გამთენიისას გარდაიცვალა, ისევ და ისევ გარი კუპერის მონაწილეობით. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის აკიმი ოსკარზე წარადგინეს. ამის შემდეგ Paramount-მა მასთან 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კვირაში $500 უხდიდა. 1936 წელს მან კვლავ გარი კუპერსა და მარლენ დიტრიხს გაუწია პარტნიორობა ფილმში სურვილი და დოროთი ლამურსა და რეი მილანდთან ერთად ითამაშა სურათში ჯუნგლების პრინცესა. 1937 წელს ჰოლივუდში მოღვაწე თბილისელებმა, რეჟისორმა რუბენ მამულიანმა და მსახიობმა აკიმ ტამიროვმა მიუზიკლის ჟანრში გადაწყვეტილი ვესტერნი მაღალი მხარბეჭიანი და მომხიბვლელი შექმნეს. 1938-39 წლებში ჰოლივუდის სახელოვანმა რეჟისორმა სესილ ბი დემილმა აკიმი 2 ფილმში გადაიღო. ესენია სათავგადასავლო დრამა მეკობრე, ფრედრიკ მარშის მონაწილეობით და იუნიონ პასიფიკი, ბარბარა სტენვიკითა და ენტონი κουინით მთავარ როლში.
ამას კი მოჰყვა Paramount-ის კრიმინალური თრილერი საშიშია რომ იცნობდეთ. თაფლობის თვე პარიზში, ჩაინათაუნის მეფე და ტეხასელი რეინჯერები, სადაც მასთან ერთად კვლავ ენტონი κουინი თამაშობდა. და ისევ სესილ ბი დე-მილის ოსკაროსანი ფილმი ჩრდილო-დასავლეთის ცხენოსანი პოლიცია, კვლავაც გარი კუპერით მთავარ როლში. 1940 წელს რეჟისორმა პრესტონ სტარჯესმა გადაიღო ფილმში დიდი მაგინტი. 1951 წელს კი ჩარლი ჩაპლინის სტუდია United Artists-მა აკიმი უმცროსი დაგლას ფერბენქსის მონაწილეობით შექმნილი ალექსანდრე დიუმას კორსიკელი ძმების ეკრანიზაციაში მიიწვია. ამას მოჰყვა ქარწაღებულების რეჟისორის ვიქტორ ფლემინგის რომანტიკული კომედია ტორტილა ფლეტი, სპენსერ ტრეისისა და ჰედი ლამარის ეკრანული დუეტით. ასევე ბილი უაილდერის სამხედრო დრამა ხუთი სამარხი კაიროს გზაზე. კომედია მისი მსახურთუხუცესის და დინა დურბინით მთავარ როლში და რა თქმა უნდა სემ ვუდის ვისთვის რეკს ზარი, ერნესტ ჰემინგუეის მიხედვით და ისევ გარი კუპერისა და ინგრიდ ბერგმანის მონაწილეობით. აქვე უნდა ითქვას, რომ 1944 წელს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ოქროს გლობუსი დაჯილდოების პირველი ცერემონია გამართა. და სწორედ ზემოთ ხსენებულ ფილმში შესრულებული როლისთვის აკიმ ტამიროვი, რომელიც მოგვიანებით ოსკარზეც წარადგინეს, პირველი ადამიანი გახდა კინოს ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსი დაიმსახურა. იმავე წელს აკიმი ჯერ პრესტონ სტარჯესის მორგან სკრიკის სასწაულში გამოჩნდა. შემდეგ კეტრინ ჰებერნს გაუწია პარტნიორობა ფილმში დრაკონის ნაშიერი. ბოლოს კი დინა დურბინთან ერთად ითამაშა სურათში სიმღერაში ვერ დაგეხმარები. ყველა ეს ფილმი ოსკარზე გახდათ ნომინირებული. მისმა საუკეთესო მეგობარმა, ჰოლივუდის მთავარმა მეამბოხემ, ლეგენდარული მოქალაქე კეინის შემქმნელმა ორსონ უელსმა აკიმი ორ პროექტში მიიწვია. პირველად 1959 წელს მისტიკაში შავი მაგია. მეორედ კი 1955 წელს კრიმინალურ თრილერში ბატონი არკადინი. 1956 წელს აკიმი ინგრიდ ბერგმანისა და შესანიშნავი შვიდეულის ვარსკვლავის იულ ბრინერის მონაწილეობით გადაღებულ სურათში მიიწვიეს სახელწოდებით ანასტასია, რომელიც რომანოვების ტრაგიკულ აღსასრულსა და ანასტასიას იდუმალებით მოსულ ისტორიას ასახავდა და ოსკარიც დაიმსახურა. 1958 წელს ჩარლტონ ჰესტონსა და მარლენ დიტრიხს გაუწია პარტნიორობა ფილმში ბოროტების დაღი და სულ მალე რეალურ ცხოვრებაშიც დიდ ბოროტებას, მაკარტიზმის ტალღას, ეგრეთ წოდებულ ყუდიანებზე ნადირობასა და პოლიტიკურ დევნას შეეჯახა, რის გამოც დროებით ამერიკის დატოვება და ევროპაში გადაბარგება მოუწია. 1960 წელი თბილისელი მსახიობისთვის ტრიუმფით დაიწყო. 8 თებერვალს ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. შემდეგ კი კინოეკრანებზე ლუის მაილსტოუნის ოუშენის 11 მეგობარი გამოვიდა. აი ის, რომლის რიმეიქშიც 10 წლეულების მერე ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, მეტ დეიმონი და ჯულია რობერტსი თამაშობდნენ. და აკიმმა იმდროინდელი ამერიკული კინოს ლეგენდებს, ფრენკ სინატრას, 딘 მარტინს, სემი დევის, პიტერ ლოუფორდსა და ენჯი დიკინსონს გაუწია პარტნიორობა. 1962 წელს რომი შნაიდერსა და ჟანა მოროსთან ერთად ითამაშა დრამაში პროცესი. 1964 წელს ჯერ პიტერ უსტინოვის თოფ-ქაფში გამოჩნდა. შემდეგ მარკის ვიკონის როლი მოირგო ალენ დელონის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში შავი ტიტა. ფრენკ კრამერის როლი შეასრულა ჟან-პოლ ბელმონდოს სურათში ზაფხულის მშვენიერი დღე. ბოლოს კი ჟან-ლյուკ გოდარმა გადაიღო ალფავილში, რომელიც ბერლინალეს ოქროს დათვით აღინიშნა. ამას მოჰყვა ოსკარის 5 ნომინაციით წარმოდგენილი დიდი რბოლა, ტონი კერტისისა და ჯეკ ლემონის ეკრანული დუეტით, ლორდ ჯიმი, პიტერ ოტულისა და ილაი უოლაქის მონაწილეობით და მარკო პოლოს თავგადასავალი, სადაც მთელი თანავარსკვლავედი, ორსონ უელსი, ენტონი κουინი, ომარ შარიფი, რობერ ოსოინი და მასიმო ჯიროტი თამაშობდნენ. 1965 წელსვე გამოვიდა ეკრანებზე კლოდ შაბროლის მარი შანტალი დოქტორი ხას წინააღმდეგ, სადაც მარი შანტალის როლს ფრანგული კინოს მშვენება მარი ლაფორე, დოქტორი ხას როლს კი აკიმი ასრულებდა. 1966 წელს მან ჰოლივუდის ლეგენდის უოლტ დისნეის სცენარის მიხედვით გადაღებულ კომედიაში ლეიტენანტი რობინ კრუზო დიკ ვან დაიკს გაუწია პარტნიორობა. შემდეგ ვიტორიო დე სიკას მელიებზე ნადირობაში გამოჩნდა. ნინო მანფრედისთან ერთად ითამაშა იტალიურ სიყვარულში და ჯინა ლოლობრიჯიდასა და ალეგ გინეს შეუერთდა სურათში სასტუმრო პარადისო. 1967 წელს ბაზილიოს როლი მოირგო კლაუდია კარდინალესა და ნინო მანფრედის ეკრანული წყვილის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში ვარდი ყველასთვის. 1968 წელს კი ეკატერინე დიდის კიდევ ერთ ეკრანიზაციაში მიიწვიეს, ამჯერად ჟანა მოროსა და პიტერ ოტულთან ერთად და ფრანკო ბრუსატის კომედიაში გადაიღეს სახელწოდებით გოგონა, რომელსაც უარის თქმა არ შეეძლო. ამას მოჰყვა მარკის დესადის ჟუსტინის ეკრანიზაცია 1969 წელს, სადაც ჟუსტინის როლს ტაირონ პაუერის ქალიშვილი, მომღერალი და მსახიობი რომინა პაუერი თამაშობდა, ალბანოს მეუღლე. ფილმში ასევე მონაწილეობდნენ კლაუს კინსკი და ჯეკ პელენსი.
1972 წელს აკიმი მისმა დიდი ხნის მეგობარმა ორსონ უელსმა სანჩო პანსას როლზე მიიწვია მიგელ დე სერვანტეს საავედრას დონ კიხოტის ეკრანიზაციაში. მაგრამ სამწუხაროდ იმავე წლის 17 სექტემბერს ჰოლივუდის ვარსკვლავად ქცეული თბილისელი მსახიობი კიბოთი გარდაიცვალა და უელსმა მის შეცვლაზე უარი თქვა. გადაღებები შეწყვიტა და პროექტი სამუდამოდ დაასამარა. აკიმი უნივერსალური მსახიობი იყო. ის თამაშობდა იტალიელს, ფრანგს, ბერძენს, თურქს, ეგვიპტელს, ბოშას, ებრაელს, მექსიკელსა და ჩინელსაც კი. ფლობდა უამრავ ენას: ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, რუსულს, სომხურსა და რა თქმა უნდა ქართულს. იღებდნენ ყველგან ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. საბჭოთა რეჟიმს თეატრალური დასის საშუალებით გაექცა და თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ზოგისთვის ახდენილი, ზოგისთვის კი დამსხვრეული ოცნებების ქვეყანას ამერიკას შეაფარა თავი. როდესაც ამ ქვეყანამაც დაკარგა თავისუფლება, ევროპაში გადასახლდა და როცა დრო მოვიდა, ჰოლივუდს ტრიუმფით დაუბრუნდა. რაც შეეხება მის მეგობარს, ამერიკაში მოღვაწე კიდევ ერთ თბილისელს, რუბენ მამულიანმა ზუსტად ის გზა გაიარა საბჭოთა კავშირიდან ჰოლივუდის წითელ ხალიჩამდე, რაც აკიმმა. ის ჯერ თბილისში, ნერსესის სასულიერო სემინარიაში, დღევანდელ კავკასიის უნივერსიტეტში იღებდა განათლებას, იმავე სასწავლებელში, რომლის კურსდამთავრებულიც სტალინი იყო. მისი კარიერაც 1932 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკის კინოაკადემიამ მის ფილმს დოქტორ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდს ოსკარი მიანიჭა. შემდეგ იყო დედოფალი ქრისტინა და ბეკი შარპი. კიდევ ერთი ნომინაცია ოსკარზე და ტრიუმფი ვენეციის კინოფესტივალზე. 1940 წელს მამულიანმა ოქროს ბიჭუნა და ზოროს ნიშანი გადაიღო ტაირონ პაუერის მონაწილეობით. 1942 წელს კი სისხლი დაქვიშა, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა. სამწუხაროდ მაკარტიზმის ტალღას ვერც რუბენ მამულიანმა დააღწია თავი და უსაფუძვლო პოლიტიკური დევნის გამო თითქმის 10 წეული დაკარგა. თუმცა 1957 წელს აბრეშუმის წინდები გადაიღო ფრედ ასტერის მონაწილეობით და ოქროს გლობუსის 2 ნომინაციაც დაიმსახურა. მაგრამ ეს მაინც აღარ იყო ის, რასაც დიდი რეჟისორი მიჩვეული გახლდათ. მისი ნამუშევრები ხომ საერთო ჯამში 12 ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული. მამულიანის კარიერის დასასრული და მისი უკანასკნელი ფილმი 1963 წელს გამოსული კლეოპატრა გამოდგა, რომლის გადასაღები მოედნიდანაც პროდიუსერ დერილ ზანოკთან შემოქმედებითი უთანხმოებისა და ფილმის მთავარი ვარსკვლავის ელიზაბეთ ტეილორის კატეგორიული მოთხოვნის გამო ისე დაითხოვეს და ჯოზეფ მანკევიჩით ჩაანაცვლეს, რომ წარბიც არ შეუხლიათ. უფრო მეტიც, მისი გვარი ტიტრებშიც არ უხსენებიათ. ამბობენ ზანოკი ფილმის დასრულებას ალფრედ ჰიჩკოკს თხოვდაო, მაგრამ ჰიჩმა ცივი უარის ტკიცა და ჩიტები გადაიღო. თუმცა საბოლოოდ კლეოპატრამ კინოაკადემიის უმაღლესი პრემიის 9 ნომინაცია და 4 ოსკარი დაიმსახურა. ჰიჩკოკის ჩიტებმა კი მხოლოდ 1 ჯილდო, ისიც ვიზუალური ეფექტებისთვის. ამ შეურაცხმყოფელი სკანდალის შემდეგ რუბენ მამულიანმა ჰოლივუდი სამუდამოდ მიატოვა და თითქმის 30 წელი კინოს აღარ გაკარებია. ის 1987 წლის 4 დეკემბერს 90 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.